სავაჭრო ნიშნები და სახელწოდებები. კომპანიების მათი პროდუქციის სპეციალური დასახელებები კანონმდებლობითაა დაცული სხვა ფირმების მიერ მათი არასანქცირებული გამოყენებისგან. ესე იგი, არა მარტო საქონლის, ანუ უპირველეს ყოვლისა მოდი აქედან დავიწყოთ. სავაჭრო ნიშანი და საქონლის სახელწოდება. ამ წუთში სამარკო ნიშნებზეა საუბარი. მაგალითად, რა არის კოკა-კოლა? გამაგრილებელი სასმელი, შეუულებრივად დანიშნულება მას აქვს იგივე როგორც აქვს სხვა მაგალითად ლიმონადებს გამაგრილებელი სასმელი. რას ნიშნავს? აი ეს ნიშანი, ეს სახელწოდება. ასე ვთქვათ, ჩვენ ყველას გვაქვს გვარი და გვაქვს სახელი. ხო, რას ნიშნავს? გვარი, ერთგვარი მიმაგნებელი ნიშანია, ხო? ეს არის ამომარჩევს რაღაცა სხვა გვარისგან, მაგრამ სახელი კიდევ უფრო აკონკრეტებს ჩემ იდენტურობას, ხო? ანუ იდენტიფიცირებას ვახდენთ ამითი. მერე კიდე ამის გარდა პირს აქვს თავისი საბუთი, რაღაცა ნომერი აქვს, პირადობა აქვს და ასე შემდეგ და ამ ყველაფრით ერთად ირკვევა ვინ არის ეს პირი. ანუ ხდება პირის იდენტიფიცირება. ახლა ამის მსგავსად ცოტა ისეთი შედარება, მაგრამ მე მინდა ასე შეხედოთ ამ საკითხს, რას ნიშნავს ჩემთვის თარვებზე შემოლაგებული გამაგრილებელი სასმელი. ეს არის ერთი გვარი გამაგრილებელი სასმელი. მაგრამ იქ რომ მე კიდე რაღაცას ვამატებ ამას, ეს არის უკვე მისი სახელი. ანუ რა ხდება ამ სახელით? ამ სახელით ხდება ესე თავს რომ გამოყოფს რაღაცა და გიძახის იქედან. მე ჩვეულებრივად გამაგრილებელი სასმელი კი არა ვარ. მე ვარ ეს, მაგალითად კოკა-კოლა, ფანტა ვარ, თქვათ ნოკა ვარ, რაია ვარ. აი ეს ავარ. და რას გეძახის იქედან? იქედან გეძახის იმას, რომ დამიმახსოვრე, მიცანი. და აი სინამდვილეში ეს არის ჩადებული შიგ, როცა ყურადღების მიქცევას ახდენს მომხმარებლისგან, აი ამ საქონელზე, ეს არის საქონლის სამარკო ნიშანი, რომლითაც ხდება მისი დამახსოვრება. მაგრამ ამას რა თქმა უნდა ძალიან დიდი პლუსიც აქვს, მაგრამ ვაი თუ უღალატე, მაშინ იმხელა მინუსია, რომ შეიძლება ეხლა მე გამოვიყენე რამდენჯერმე და ხანდახან ჭირდება ეს რომ გამოვიყენო და ესეთ უხეშ შედარებას ვაკეთებ. არა. არ უშველის ნამდვილად, იმიტომ რომ აი მაგალითად რა არის ცოლქმრული ურთიერთობა? ყველაზე დიდი მეგობრები არიან მთელი ცხოვრების განმავლობაში თუ კარგად აეწყო ეს საქმე, მაგრამ ვაი თუ ცუდად აეწყო. ამაზე დიდი მტრები. არსებობს. რატო იცით? ხო, ნუ დაახლოებით ესეთ რაღაცა, იმიტომ რომ შენ თუ გემეგობრება ეს ნიშანი, როგორც მომხმარებელს და არ ღალატობს. შენ რო შედიხარ, შენ უკვე არ აქცევს სხვა საერთოდ ყურადღებას და შენ მიდიხარ ერთგული ხარ მისი და ერთგულებას ითხოვს საერთოდ, როცა იდენტიფიცირება ხდება, მაგრამ თუ სწორად არ ესმის ამის ნიშნის დამდებს, რომ აი ის უნდა დაიცვას, ის უნდა შეინარჩუნოს, რაც განაცხადა ამ ნიშნით, იმას არ უნდა უღალატოს. მე ერთხელ თუ შეამჩნია ისმა მყიდველმა, რომ ამ ნიშანმა უღალატა. მე ზუსტად იცის რა არ უნდა იყიდოს. ნიშანი არ ქონდეს ამას, შეიძლება შეეშალოს და სხვა შემთხვევაშიც ეს იყიდოს, მაგრამ მე უკვე ზუსტად იცის რა არ უნდა იყიდოს. ანუ დავუშვათ შეიძლება სხვა იმაზე უარესია, მაგრამ აი ამ ნიშანთან უკვე აქვს უარყოფითი განწყობა და მე აი სხვა შემთხვევაში შეიძლება ეს მართლა გაყიდულიყო და უკვე ზუსტად ეს ღალატი აი ამ პროდუქტს აგდებს უკვე ძალიან ცუდ პოზიციაში. ამიტომ თუ კი ჩვენ ვიცით რომ ძალიან ბევრი საქონელი იყიდება ის რომ არ ხდება ნიშანდება ამ კუთხით, ანუ არ ხდება მისი სამარკო ნიშნის შემუშავება. და ალბათ როცა ამაზე მიდის წარმოებელი თუ გამყიდველი, რა თქმა უნდა, მან უნდა იფიქროს იმაზე, არის ამისთვის მზად. და სანამ ამისთვის მზად არ არის, შეიძლება ამან უარყოფითი შედეგი უფრო მეუტანოს მას ვიდრე დადებითი და ამიტომ როცა ამაზე მიდის, ეს ერთგვარი განცხადებაც არის იმისი, რომ მოხდეს მისი სწორად შეფასება და უნდა იყოს მზად ამისთვის. ნიშნის დადება მარტო არ ნიშნავს იმას, რომ მე მზად ვარ იმისთვის, რომ ხარისხი დავიცვა ჩემს მიერ გამომუშავებული პროდუქციის ან ჩემს მიერ შეთავაზებული ბაზარზე პროდუქციის. აქ მეორე მომენტია. შენ არა მარტო შენს მიერ გამომუშავებულის უნდა დაიცვა, არამედ უნდა შეგეძლოს
სხვამ არ გამოუშვას ასეთი და აი ამ კუთხით დაიცვა ბაზარი. თუმცა ეს სახელმწიფოს ევალება ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან სერიოზულად ხდება ამის დარღვევა. აი სასმელებში განსაკუთრებით ალკოჰოლურიაში თუ ალკოჰოლურში.